გამარჯობათ მეგობრებო, დღეს გავაგრძელოთ მესამე ლექცია, ის იქნება Spanning Tree Topology Tuning, ეგრეთ წოდებული და რა უნდა გავაკეთოთ ახლა მეგობრებო ჩვენ აქ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ კარგი დიზაინის ქსელში, სწორად შექმნილ დიზაინში, ეგრეთ წოდებული root bridge ყოველთვის არის სპეციფიკურად შერჩეული სვიჩი. ჩვენ შეგვიძლია ამ ტოპოლოგიაში ჩვენ თვითონ შევარჩიოთ root bridge და არ მივცეთ თვითონ switch-ებს საშუალება გადაწყვიტონ თუ რომელი იქნება root bridge. მოდი ახლა ვნახოთ რომელი არის ამ switch-ებს შორის root bridge და манипуляცია გავახორციელოთ და ჩვენ თვითონ ავირჩიოთ რომელი გვინდა რომ იყოს root bridge. მოდი ჯერ ვნახოთ ამ switch-ებს შორის უცებ მოვძებნოთ რომელი არის root bridge. ვაკეთებთ ესეთ ბრძანებას show spanning tree და აგერ მივაგენით this bridge is a root. ანუ ეს switch-ი გამოვიდა რომ არის root bridge. როგორც ხედავთ, priority ნომერი აქვს 32769. ეს არის default priority ნომერი, იგივე იქნება ამ switch-საც და მესამე switch-საც ზუსტად, მაგრამ ხედავთ რომ ამ switch-ის ორი ინტერფეისი FA01 და 03 არის blocking stage-ი და ეს არის root port-ი არის ეს. ამ switch-ისთვის ეს იქნება root port-ი და ეს ორი port-ი იქნება designated forwarding stage. ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში არის ეს ჩათვალეთ რომ ეს switch-ი არის ის რაც ჩვენ გვინდოდა რომ ყოფილიყო. მაგრამ მოდი გავხადოთ ახლა აი ეს კონკრეტული switch-ი გავხადოთ root bridge და ჩვენ შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. აი თქვათ ეს switch-ი რომ გაფუჭდეს ან რაღაც მოუვიდეს რომელიღაცამ რომ აიღოს პასუხისმგებლობა root bridge-ის, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაც რომ ეს switch-ი გავხადოთ secondary root bridge. ანუ primary იქნება ეს, secondary იქნება ეს. მოდი გავაკეთოთ ახლა ეს გავხადოთ primary root bridge. და როგორ ხდება კონფიგურაცია ვნახოთ. გადავდივართ კონფიგურაციის რეჟიმში. VLAN 1-ისთვის, ამ შემთხვევაში მხოლოდ VLAN 1 გვაქვს, spanning tree VLAN 1 root primary. ეს რას გააკეთებს ხა მეგობრებო? აი ეს პორტები ეხლა უნდა გადავიდნენ designated-დან, უბრალოდ ეს პორტები გახდნენ, რა თქმა უნდა, designated role მიიღეს. აი ამ switch-ის პორტები უნდა გადავიდნენ ერთი designated-ში, ერთი უნდა იყოს root-ი. ან შეიძლება blocking state-ი მიიღოს ამან. show spanning tree კი ბატონო. fast ethernet 02 არის designated role-ი, ხოლო ეს არის root port-ი. ეხლა აქ რა მოხდა? ამათ შორის ერთი ლინკი დაიბლოკა, რომ ლუპი არ მოხდეს. ერთი გადავიდა forwarding stage-ში. root port-ი არის მხოლოდ ერთი. show spanning tree კი ბატონო ალტერნატიული როლი მიენიჭა ორს fast ethernet 01-სა და 03-ს, ხოლო ერთი არის root port-ი. აი ეს არის root port-ი. ყველაზე მოკლე გზა თვითონ აი ამ switch-ამდე. ამ switch-ზე ორი პორტი არის blocking stage-ში როლით ალტერნატიული. ხედავთ რომ აი ამ P2P, ანუ ეს პორტები დაკავშირებული არის switch-თან, ამიტომ P2P-ს აი type-ზე P2P გვაქვს. თვითონ ნახეთ priority. Priority ყურეთ ამ root bridge-ის priority დაიწია 24577-მდე. ანუ 4000 რაღაც ნიშნულით შემცირდა. ეს 4000 რაღაც ნიშნული არის ის ციფრი, რომლითაც იზრდება ან მცირდება priority ნომერი. 0-ია, შემდეგ 4094 არის თუ არ ვცდები და ყოველი აი ესე იზრდება 4094, შემდეგ იქნება 8000 რაღაცა და ასე შემდეგ. ეხლა მე სიტყვაზე მინდა რომ აი ეს switch იყოს secondary. ეს არის primary root bridge, ეს მინდა იყოს secondary. რას ვაკეთებ? გადავდივართ კონფიგურაციის რეჟიმში. Spanning tree VLAN 1 root secondary. ამას დავაწვევით და ეხლა ვნახავთ რომ ამის priority თუ არის 32000 რაღაცა, შემცირდება 28000 რაღაცამდე წესით. აი ნახეთ მეგობრებო.
priority შემცირდა 28,000 რაღაცამდე. ამას რაღაც რომ მოუვიდეს სიტყვაზე. ეს switch აიღებს პასუხისმგებლობას root bridge-ის როლის, ასე ვთქვათ. ახლა გადავიდეთ შემდეგ, მოდი ეს დავაბრუნოთ. ეს მინდა რომ იყოს primary, ეს მინდა რომ იყოს secondary. ამ შემთხვევაში ესე მაწყობს. ახლა ეს switch-ი გახდება primary, ეს switch-ი გახდება secondary. კი ბატონო. ახლა აქ BPDU-ები გაიცვლება. TCN configuration change notification BPDU-ები გაიგზავნება და ეს switch-ი გახდება ჩვეულებრივად root bridge. ეს ლინკი ამოვა როგორც root port-ი, ესენი blocking stage-ში გადავლენ და ესენი იქნებიან, ეს იქნება root port-ი, ეს ორი designated port. ამის priority წესი უნდა შეიცვალოს. ამის დაიწია დაბლა. ამ root bridge-ის priority არის 20,000 ახლა. ამის 24,000 ხო იყო კონფიგურაცია რაც გავაკეთეთ. ავტომატურად თვითონ სისტემამ წაიკითხა ამის priority და იმაზე დაბალი უნდა ყოფილიყო ამის priority რომ მოხდარიყო ამის root bridge-ად არჩევა. შესაბამისად დაწია priority ნომერი 20,000-მდე, ამის 24,000-ზე დატოვა. ხო, თვითონ პორტები კიდევ ხედავთ რომ ეს არის root port-ი, ეს ორი არის designated role. State forwarding სამივე. ეხლა მინდა გესაუბროთ ესეთ რაღაცაზე მეგობრებო. აი ამ შემთხვევაში ნახეთ აქ მაქვს მე ეგრეთ წოდებული redundant links. ანუ ორი ლინკი მაქვს საიმედოობისთვის. რადგან ეს ლინკი რომ გაფუჭდეს, რამე რომ მოუვიდეს, პირობითად ვიძახი, რამე რომ მოუვიდეს, ამ ლინკიდან რომელიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა forwarding-ზე. ანუ BPDU-ები დაიგზავნება root bridge-დან, ტოპოლოგიაში გადათამაშდება, შეიცვლება, ტოპოლოგიაში ან spanning tree ტოპოლოგიაში ცვლილებები მოხდება, ამ ლინკებიდან ერთ-ერთი გახდება root port-ი forwarding stage-ში და ერთი დარჩება blocking-ში. მოდი გავაკეთოთ ეს ექსპერიმენტი და ვნახოთ რომელი გახდება forwarding-ი. და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ამის манипуляცია მოვახდინოთ, ჩვენ თვითონ გავხადოთ რომელიმე ან blocking-ი, ან forwarding-ი, რომელიც გვინდა. წავშალეთ მეგობრებო ლინკი. მოდი ახლა ვნახოთ. აი root port-ი არის F02, ანუ ზედა ეს ლინკი გახდა ამ შემთხვევაში forwarding stage, აი ეს. ეს არის blocking stage. კი ბატონო, აი როგორც ხედავთ, ამოიწია ლინკმა, ერთი არის forwarding-ი, ერთი არის blocking-ი, რომ loop-ის პრევენცია მოხდეს, თავისთავად loop-ი არ მოხდეს. მოდი ახლა მე სიტყვაზე მინდა რომ აი ეს ლინკი იყოს forwarding-ი და არა ეს. აი ეს მინდა რომ იყოს root port-ი, ეს მინდა იყოს blocking-ი. ამ შემთხვევაში რა ვშვებით? ამ შემთხვევაში ჩვენ манипуляცია უნდა მოვახდინოთ აი ამ ბოლოში. ამ შემთხვევაში პორტის ღირებულება, ორივე პორტის ღირებულება, ეს და ეს არის fast ethernet. ანუ 19 არის ორივე ღირებულება. რომელიმე რო ყოფილიყო გიგაბიტ პორტი, რომელიც უფრო სწრაფი არის, ის გახდებოდა ანუ root port-ი forwarding state-ი, მაგრამ რადგან ამ შემთხვევაში არის ერთი და იგივე, ჩვენ манипуляცია უნდა მოვახდინოთ priority number თვითონ პორტის პრიორიტეტის ნომერზე, ოღონდ არა ამ პორტის პრიორიტეტის ნომერზე, არამედ მისი მეზობელი, ანუ იმ switch-ის პორტის, რომელიც დაკავშირებული არის ამ ჩვენ switch-თან პრიორიტეტის ნომერზე, რომელიც ახლოს არის root bridge-თან. ამ შემთხვევაში აი ამაზე, რომელიც გვინდა რომ იყოს ამ ორი ლინკიდან. უყურეთ, მე თუ მინდა რომ ქვედა ლინკი გახდეს root port-ი, ვაკვირდები ამ ლინკის შესაბამის ლინკს აქეთ. ანუ ეს არის fast ethernet 0.3. ანუ ამ switch-ის 0.3-ზე უნდა მოვახდინო პრიორიტეტის დაწევა დაბლა, თუ უფრო დაბალი არის პრიორიტეტი, ის პორტი არის ასე ვთქვათ პრიორიტეტული. ის აირჩევა ამ switch-ის მიერ, ის ლინკი აირჩევა. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ ესე. გადავდივართ ამ switch-ზე, ვირჩევთ interface და ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. Spanning tree WLAN 1-ისთვის port priority 64. Do show spanning tree გვიჩვენებს, რომ პორტის priority ნომერი შეიცვალა. აი მეგობრებო, ეგრევე ლინკი ამოიწია და ეს პორტი გახდა forwarding-ი. მოდი ახლა დავაბრუნოთ priority ჩვეულებრივად როგორც იყო. და როგორც ხედავთ, როლი დაუბრუნდა interface 0.2-ს. ეხლა ვისაუბროთ მეგობრებო ესეთ დამატებით spanning trees დაცვით მექანიზმებზე. პირველი ესეთი დაცვითი მექანიზმი არის root guard-ი, ეგრეთ წოდებული root guard-ი.
სად ხდება ახლა root guard-ის კონფიგურაცია და რას გვაძლევს ეს? root guard-ი არის ეგრეთ წოდებული მექანიზმი, საშუალება, რომლის კონფიგურაცია ხდება თვითონ პორტზე. ის გვაძლევს საშუალებას, რომ პორტი, რომელიც არის კონფიგურირებული როგორც root guard-ი, რომელ პორტზეც არის კონფიგურირებული, ის პორტი ვერასდროს ვერ გახდება root პორტი. ანუ პრევენციას ახდენს, რომ პორტი, რომელიც ჩვენ არ გვინდა რომ გახდეს root პორტი, ის ვერასდროს ვერ გახდება root პორტი. შესაბამისად, ეს რას გვაძლევს? აქ რომ იყოს ხა კიდევ ერთი სვიჩი დაერთებული და ჩვენ თუ აი ამ პორტზე, რომელიც აქ არის დაერთებული, root guard მექანიზმს გავააქტიურებთ, ეს პორტი ვერასდროს ვერ გახდება root პორტი და ეს სვიჩი შესაბამისად ვერასდროს ვერ გახდება root bridge. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ პრევენცია მოვახდინოთ ისეთი არასასურველი სვიჩების root bridge-ად გახდომისაგან, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს რომ გახდეს, ან არასწორი კონფიგურაციის შედეგად რომ შემთხვევით გახდეს root bridge რომელიმე სვიჩი სისტემაში. პორტზე, რომელზეც გააქტიურებული არის root guard-ი, მეგობრებო, იქცევა ისე, თითქოს ის იყოს listening stage-ში და მას არ შეუძლია უბრალოდ ტრაფიკის გადაგზავნა. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ პრევენცია მოვახდინოთ, რომ პორტი, რომელიც არის designated პორტი, გახდეს root პორტი. ხო, ახლა როგორ ხდება თვითონ root guard-ის კონფიგურაცია? ეს არის ძალიან მარტივი. თვითონ ინტერფეისის ქვეშ ხდება ეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში მე არ გავაკეთებ ამ კონფიგურაციას, უბრალოდ განახებთ სიტყვაზე interface fast ethernet 0.1 spanning tree guard root და ეგ არის. ახლა მოდი გავიაროთ port fast-ი. ხო, მეგობრებო, თვითონ port fast-ი ეს არის მექანიზმი, რომელიც გამორთავს TCN PDU-ების გენერაციას access port-ზე, უშუალოდ access port-ზე. ეს მექანიზმი თვითონ port fast-ი ჩვენ გვჭირდება host-თან დაკავშირებულ პორტებთან, აი მაგალითად. პორტი, რომელიც ამ switch-ზე, პორტი, რომელიც დაკავშირებული არის host-თან აქ, მაგალითად ლეპტოპი, ან კომპიუტერი, ან სერვერი, ან რაღაცა, ეს პორტი თვითონ ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ როლი მივანიჭოთ ეგრეთ წოდებული port fast-ი, რომელიც სწრაფ კონვერტაციას გააკეთებს, გამოტოვებს თვითონ spanning tree state-ებიდან learning state და listening states და სწრაფად გადავა forwarding state-ში რა. ეს არის კარგი, სადაც გამოიყენება ეგრეთ წოდებული DHCP და PXE boot მაგალითად. ამ პორტზე, port fast გააქტიურებულ პორტზე BPDU თუ მიიღო ამ პორტმა, port fast-ი გაითიშება და ჩვეულებრივად გააგრძელებს ფუნქციონირებას, გადავა learning stage-ში, listening stage-ში და დაუბრუნდება ჩვეულებრივ სახეს. ეხლა მოდი გავაკეთოთ port fast-ის კონფიგურაცია. ეს არის საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ კარგი. არსებობს ორნაირი port fast-ის კონფიგურაცია. ერთი არის თვითონ ინტერფეისზე, კონკრეტულ ინტერფეისზე, ან ინტერფეის და range-ზე და არის გლობალური კონფიგურაცია. ჩვენ გავაკეთოთ ინტერფეის და range-ზე. ამ შემთხვევაში fast ethernet 0.1 და 2 და 3 ჩვენ არ გვინდა. მოდი სიტყვაზე წარმოვიდგინოთ, რომ fast ethernet 0.4 დაკავშირებული არის, გადავდივართ კონფიგურაციის რეჟიმში, ინტერფეისის ქვემოთ, ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. Spanning tree port fast. ეხლა უყურეთ აქ რა ხდება. ამოგვიგდო warning ნიშანი. რას გვეუბნება ახლა ეს warning-ი? აი დააგვირდით მეგობრებო, port fast-ი უნდა იყოსო გააქტიურებულიო პორტშიო, რომელიც დაკავშირებული არისო მხოლოდ single host, ანუ ერთ device-თან. დაკავშირება hub-თანო, კონცენტრატორებთანო, switch-ებთანო, bridge-ებთანო და ასე შემდეგ, თუ ინტერფეისი, თუ port fast-ი გააქტიურებულიო ინტერფეისზე შესაძლოა მოხდესო ლუპიო. ეხლა როგორ ვნახოთ გააქტიურებული არის თუ არა port fast-ი ჩვენს ინტერფეისზე. ეს ძალიან მარტივად მეგობრებო. შეგვიძლია ვნახოთ show run-ით. ერთ-ერთი საშუალება არის ეს. ინტერფეის, აი show run-ი. უყურეთ, port fast-ი აი show run გვიჩვენებს ინტერფეის fast ethernet 0.4 არის port fast-ი გააქტიურებული. ეხლა ვნახოთ თვითონ spanning tree. აი მეგობრებო. show interface 0.4 ერთ-ერთი ბრძანებაა, რომელიც გვიჩვენებს ინფორმაციას ბევრ რაღაცაზე და მათ შორის აქ უნდა იყოს spanning trees ეს port fast-ზე.
მეგობრებო, უყურეთ spanning tree port fast trunk არსებობს ესეთი ბრძანება spanning tree port fast trunk. Trunk link-ზე port fast ვააქტიურებთ მაშინ, როდესაც ამ trunk link-ზე დაკავშირებული არის ერთადერთი device-ი, სიტყვაზე იყოს ეს სერვერი, რომელ სერვერზე აქტიური არის hypervisor, ეგრეთ წოდებული და ამ hypervisor-ზე არის ვირტუალური მანქანა, სადაც ვირტუალური მანქანები, სადაც მრავალი ვილანი მოქმედებს, რომ ამ ვილანების მიმოსვლა მოხდეს აი ამ trunk link-ზე. ამ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ, სხვა შემთხვევაში არ შეიძლება. თუ port fast გააქტიურებულ link-ზე დავაერთებთ switch-ს, სიტყვას დავაერთეთ switch-ი და ამ switch-მა გააგზავნა BPDU. ამ შემთხვევაში ეს port fast გააქტიურებული link-ი ამ port fast რა თქმა უნდა ჩამოიშლება და ჩვეულებრივად ეს პორტი ჩაერთვება spanning tree ტოპოლოგიაში, მაგრამ ჩვენ თუ არ გვინდა ეს რომ მოხდეს და თუ ამ პორტზე მიიღო BPDU, აი თქვათ, ვიღაცამ switch-ი შეაერთა და იმ link-ზე, იმ პორტზე მივიღეთ BPDU, სადაც port fast-ი არის გააქტიურებული. და ჩვენ გვინდა რომ ეს არ მოხდეს, რომ ეს link-ი spanning tree ტოპოლოგიაში არ ჩაება. ამ შემთხვევაში რა ვშვებით? ჩვენ შეგვიძლია აქ ესეთი მექანიზმი არსებობს, რომელსაც ქვია BPDU guard. ეხლა BPDU guard რა შვება? როცა შემოვა port fast გააქტიურებულ link-ზე BPDU სიგნალი, ეს BPDU guard-ი ამ პორტს გადაიყვანს ეგრეთ წოდებულ error disable state-ში, ანუ ამ პორტს გათიშავს. მოდი ახლა ეს გავაკეთოთ, აი თქვა დავაერთოთ ამ switch-ზე Z დავაერთოთ ამ პორტზე, სადაც port fast-ი გვაქვს გააქტიურებული მეორე switch-ი შევაერთოთ 0.4-ს ინტერფეისზე, აქ გვაქვს უკვე ჩვენ გააქტიურებული, ნახოთ აბა show run-ზე, კი ბატონო, port fast-ი გვაქვს გააქტიურებული. ეხლა აქ შევაერთოთ მეორე switch-ი, კიდევ ერთი switch-ი. კი ბატონო, მოდი ახლა ვნახოთ ინტერფეისის სტატუსი. უყურეთ, ახლა უნდა გაითიშოს ესეთ. არა, ბოდიში, მე BPDU guard-ი არ მქონდა გააქტიურებული. ეხლა მე ამას port fast და BPDU guard-საც გავუკეთებ. ეს link-ი ამოვიღოთ, კაიად შავ-ბუშეთი გამოგვივიდა. მოდი ახლა გავაკეთოთ ეს ინტერფეისი. ინტერფეისი fast.net 0.4-ზე გავაქტიუროთ და ახლა გვინდა BPDU guard-ის გავაქტიუროთ ამასთან ერთად. ამასთან ვიტყვი მეგობრებო, რომ BPDU guard-ის გააქტიურება შეიძლება როგორც გლობალურად, ისე Z ინტერფეისზე, ასევე ინტერფეის range-ებზე. Default-ად როცა ვაკეთებთ ყველაზე ერთად, ჩვენ მერე თუ არ გვინდა რომელიღაცა ინტერფეისი კონკრეტულად, აი მაგალითად ამ შემთხვევაში fast.net 0.1, 0.2, 0.3 არ იყვნენ BPDU guard-ის ქვეშ, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს disable მივუწეროთ ბოლოში BPDU guard enable and disable, მაგრამ 4 პორტიდან მე რადგან მინდა მხოლოდ ერთის გააქტიურება, ამ შემთხვევაში defaults არ გამოვიყენებ, პირდაპირ Z ინტერფეისზე დავასვა ამ კონფიგურაციას. Spanning tree BPDU guard enable. ეხლა ნახოთ running config-ი. კი ბატონო, აი ნახეთ spanning tree BPDU guard enabled გააქტიურებულია. ეხლა მე ამ switch-ს როგორც კი დავაერთებ fast.net 0.4-ზე წესით და რიგით, ამ ინტერფეისმა ეგრევე უნდა მომწეს error disable mode-ი. მოდი ვნახოთ. აგერ დავაერთე მეგობრებო და ეხლა დავაკვირდეთ რა მოხდება. აი ლინკი გაითიშა. ეხლა შევამოწმოთ შიგნით რა ხდება, მოდი ვნახოთ. ნახეთ, უყურეთ, line protocol on interface F04-ზე change state to down. სისლოგი ამომიგდო ეგრევე. show interface status. აი ნახეთ მეგობრებო. fast.net 0.4 არის error disable სტატუსი. კი ბატონო. კი ბატონო. ეხლა მე თუ BPDU guards გავთიშავ, ანუ ეს ეხლა პრევენცია მოხდა, რომ ეს პორტი ჩართული იყო spanning tree ტოპოლოგიის ამბავში, აი ამ switch-თან. სიტყვაზე ეს იყო რაღაცა არასასურველი switch-ი, რომელმაც მიიღო სიგნალი, რომელმაც გააგზავნა BPDU სიგნალი ამასთან, როგორც კი მიიღო ამ BPDU სიგნალი ამ პორტზე, ამ switch-მა, სადაც port fast-ი იყო გააქტიურებული და პლუს BPDU guard-ი იყო გააქტიურებული, ეგრევე პორტი გათიშა. ეს არის მეგობრებო ერთ-ერთი აი უსაფრთხოების მექანიზმი, ასე ვთქვათ, არა რაღაც კიბერთავდასხმებისგან და რაღაცეებისგან, არამედ უფრო აი აუდევრობისგან, რომ ტოპოლოგიაში რაღაცა არასასურველი ცვლილება არ მოხდეს და ასე შემდეგ. არსებობს კიდე ესეთი ბრძანება მეგობრებო, პორტი რომელიც error disable, უყურეთ, ეხა error disable mode-ია, ხო?
კიდე იგივე არის. ეხლა ეს error disable state-ი რომ მოხსნათ, ამას ჩვენ შეგვიძლიათ ეს გავაკეთოთ ხელით, გავწეროთ, ჩავერთოთ ჩვეულებრივად პორტი ან no shut და მე უბრალოდ shutdown-ი გავუკეთოთ პორტს და მე no shutdown გავუკეთოთ, მაგრამ კიდე არის ესეთი ბრძანება ზემოთ Z ინტერფეისზე, გადავიდეთ კონფიგურაციის რეჟიმში. ხო, ეხლა ამ სვიჩი არ აკეთებს, მეგობრებო, ეს სიმულაცია არის და packet tracer-ში ზოგი ბრძანება არ მუშაობს. ბრძანება არის ესეთი. Error disable recovery cause BPDU guard, ანუ BPDU guard-ისგან გათიშული პორტების აღსადგენი ბრძანება არის, მაგრამ packet tracer რადგან სიმულაცია არის, ზოგი რაღაცებისგან შეზღუდული არის, აი მაგალითად UNG-ში ან GNS3-ზე ან რეალურ დევაისებზე, როცა მოგიწევთ მუშაობა, მან ჩვეულებრივად იმუშავებს ეს ბრძანება. შემდეგი ბრძანებაც არის ამ ბრძანების გააქტიურებული პორტების სანახავად, ესე ეგრეთ წოდებული show error disable recovery და გიჩვენებს იმ პორტებს, რომელიც აღდგენილი იქნა ამ ბრძანების მიერ. და ეს სულ ეს არის, მეგობრებო, port fuzz-ზე, BPDU guard-ზე, root პორტებზე, ცვლილებებზე, loop-ებზე. ხო, ეხლა რაც შეეხება აქ, შემდეგ აგვეთელზე გვექნება ether channel-ზე მუშაობა. ერთგვარი მექანიზმია, რომელიც კრავს ლინკებს. ეხლა აქ ხედავთ, რომ ორივე პორტი არის გათიშული, აქ ორივე პორტი არის ჩართული. ეხლა ეს ლინკი რო ამოვაგდოთ, მეგობრებო, ეს ლინკი რო არ გქონდეს აქ, ეს ლინკი რო არ გვაქვს, აი ამ შემთხვევაში და გვაქვს სიტყვაზე switch-დან switch-ზე გაგზავნა. აქედან ერთი იქნება გამგზავნი, ერთი იქნება მიმოღები, ხო? ჩვენ ამ ლინკებს, ეს ლინკები შეგვიძლია შევკრათ, ჩვეულებრივად E2 იქნება, 3 იქნება, 4 იქნება, 5, 6 შევკრათ ეს ლინკები ether channel-ში, ether channel-ის ქვეშ და ეს აღიქმება spanning tree-სგან, როგორც ერთი ლინკი. ერთი ლინკი, რა თქმა უნდა, დაბლოკავს 1-ს, მაგრამ არ დაბლოკავს 2-ს, არ დაბლოკავს 3-ს, 5-ს, გააგზავნის ტრაფიკს თითქმის ყველა ლინკზე, ოღონდ ლუპის პრევენცია მაინც მოხდება. ეს კარგი არის ასევე საიმედოობისთვის, redundancy ეგრეთ წოდებული, რომ რაღაცა რო სიტყვაზე ერთი ლინკი რო გაფუჭდეს, მეორე ლინკი დაგვრჩება, მუშა, ან 2-დან 3-დან 2 რო გაფუჭდეს, მესამე დაგვრჩება და ასე შემდეგ. ether channel-ებს layer 2 და layer 3 ether channel-ებს შემდეგ გაგვეთელზე განვიხილავთ.